მართალი ხარ ეგ მაგრამ კიდია ვინ რა შეადგინა იმიტომ რომ გითხარი მაგრამ კიდია ვაოდეთ ოჩა ძმებო ნიკუ შლიპერი რამე შენ შეთანხმება გქონდა ვინმე გელაპარაკა ბიჭო უნდათ სიმპონჩი რომ მე ვიყავი კონკურენტი და რატომ და ვაჩუქო ვიღაცას მითხარი ჩემი რა ჩემზე რომ მოვიდა პროსტა შენ თქვა დათანხმდი შეთანხმებას არ დათანხმდი თუ როგორ იყო არა ანუ ერთმა მომწერა რომ შემდეგ კვირას აპირებო რამესო და ვუთხარი კითხო და შეგიძლია ტელევიზორზე ვიჩალიჩო მეთქი და всё დავითმო ეგეთი რაღაც არ მოუწერია ხო თხოვნე გონი მომწერა არ მახსოვს გონი არა გადახედე და კარგად ნახე ანუ არ მოუწერია აი მაგალითად კაი დაუშვად მომწერა ხო აი დაუშვად არა მართლა არ მახსოვს დაუშვად მომწერა კაი ვითომ მართლა მომწერა ეგეც დაი შეიძლება მართლა მომწერა იმიტომ რომ არ მახსოვს ადამიანი ხარ მეც გავიწდება რაღაცეები ხო ბაზარი არა მეც ხო და ის რა ქვია რომ თხოვა ანუ ხოვნის გამო უნდა დამეთმო ვინ თქვა იმიკოში ზიპერ crazy math crazy math вообще არ მონაწილეობს მაგრამ თუ მონაწილეობს კი შემდეგ კვირას იღებს მონაწილეობას და შემდეგ კვირას შენ ეკელიას და გრიგალაძეებს თუ რამე შეთანხმება იყო აი გამართავარი მეტი მეგონი არაფერი არა არანაირი შეთანხმება არ ყოფილა ეხა ვინც გათამაშებაში იყო მაგათთან რა და ვაფშე არავისთან არ მქონია მე შეთანხმება ეხა კიდევ ერთხელ ერთ რაღაცას კითხავ აბა გისმე ადრე ჯომაინერთან რატო გქონდა ურთიერთობა და რატო გაგიფუჭდა ამაზე შეგვიძლია პასუხი გამწე რატო გამიფუჭდა ხო ზუსტად iPhone X-ის გამო ხო არა პრობლემები ეხა როგორც ვარ ანუ არაფერი არ წერდით ძალიან ადრე შეიძლება ხო კონტაქტობდით რაღაც უფრო მეტად კონტაქტობდით ხო ალბათ ერთი წლის წინ ეხა რატო აი შენ ხო იძახი რომ ესე იგი ადრე კონტაქტობდით და გქონდათ ასე თუ ისე ურთიერთობა და ასე თუ ისე მნიშვნელოვანი პერსონა იყო რისთვისაც შეგეძლო რომ დაგეთმო ხო ადგილი ადრე ოღონდ ეხლა შენთვის არაფერს არ წარმოადგენს ხო ხდება ეს ადამიანებს შორის ურთიერთობის დამთავრება ხო მე ოღონდ ბოლომდე არ ამთლად დაამთავრდა გასაგებია ანუ პროსტა ვერ ხვდები მენა ზოგი იძახის რომ კარგი ურთიერთობა მაქვს ზოგი იძახის რომ ძმაკაცობა და აი TMG-ს მაგას თავი დაანები ანუ შენს გარდა იქ იყო მესამე კვირას თუ მეოთხე კვირა არის ხა რამ რუსო კიდე იყო გრიგალა კიდე იყო ჯეო მაინერი და და всё მეტი ანუ ამ კვირას არავინ არ ყოფილა რა და იმას ვამბობ უბრალოდ რომ პირველი რაღაცა მთელი კვირა მოიგე ხო? მერე ხო მოიგე მთელი კვირა უბრალოდ შენი ადამიანობიდან გამომდინარე როდესაც იძახი რომ ის ადამიანი თუნდაც შენთვის ძვირფასი იყო გადააბიჯე ყველანაირ ზღვარს და დაიყიდე ის ადამიანი iPhone X-ის გამო და Facebook-ზე ესე ნაგლად ადექი და პოსტები წერე რომ ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენენ ის იუთუბერები აი მე მართლა ეგრე თქვი მსახიობი ხარ იმენა მსახიობი ხარ ჩემი მოდი ეხა მე შენ ფოტო არა შენ ეი ვერ მიხვდი რაზე გითხარი მსახიობი ხარ თქო აბარაზე ანუ IQ ხო გაქვს რაღაც დონე მაინც რომ მიხვდე რომ აი ეს ჩემთვის არაფერს ამაზე ხვი აი მაგას როგორ ვერ მიხვდი და ვერცი შენ რატო თქვი ეგრე ნიკა მაგას ყურადღება რატო მიაქცია ადამიანო და უბრალოდ იმას უნდა მიაქციო ყურადღება რაც გითხარ როცა ლაპარაკობ ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება რაც მნიშვნელოვანია შინაარს რატო არ მიაქციეთ ხო ყურადღება ეხა რაც გითხარი შენ არ დაწერე Facebook-ზე ეგეთი რაღაცა ფრთხილები ჩასვი და ერთი რომელია რაღაცა და სედ სმაილები იყო ქვევით არ იყო ეგრე არ იყო რომელზე ანუ ეგ დავწერე ხო და იყო და ეს ინტრიგანი ვით რატომ არ იყო ეგრე ხო რავი აი ძალიან ბევრ რამეს იცხადიებ როგორ მე მერთვები და ერთი რაილაპარაკი რაო შენ არ ხარ რა მაჯავრე ვიტაში საღოლი მენა აი მაგარი ხარ ვინ გასწავლა დადიოდი ხო რავი თვით ნასწავლი ვარ და ჩემი თავს სწავლობ ხოლმე რაღაცებს სახში ეს არკეს დავდგები და რაღაცებს ამოყავი ცოტა სხვა ერამსავები ხო კი ზოგჯერ უბრალოდ ის არ დამიმუღამებია რომ ზოგი ხალხი აუ ჯერ იმას ეხა იმას ხვეწავ რომ აი ნაცნობი ხალხი კარგი ხალხი როგორ გადავაგდო ხვდები აი და როგორ მოვიგო ერთი 200 iPhone X-ი მაინც აი მაგას ვამუყავ მე მასწავლე მაგას ჩალიჩო მეც ხმა გესმით ერთ და ვამუყავ მე და რამდენი წლის ხარ ზიპერ გამახსენე
რა მნიშვნელობა აქვს შენთვის მეთქი? ბიჭო, რო გეკითხები, ესე იგი აქვს მნიშვნელობა, რო არ ქონდეს მნიშვნელობა, ფაქტობრივად არ გითხავთ. 16 წლის, კაი, რა მნიშვნელობა აქვს? ხო, ეხა კაი. მითხარი შენ. რამე არასწორი გითხარი, რამე ბავშვური გითხარი, რამე, რავი, შეუგნებელი გითხარი, მითხარი რა მნიშვნელობა აქვს ესა. ესე იგი აქ მნიშვნელობაა მეუნები რა. მორალე. რაც ხმა გესმით თუ არა? კი, გვესმის. რა გჭირს, რა ჩაირთეთ, რა გაგიშტის და ხო ბიჭო, რაც არ მიყვარს აი კომენტარს არ ავზიარ და ბოლოს რო ვეღარაფერს ვაკეთებ ხოლმე რა. ეხა ორივე რა ძალიან ცუდ რაღაცას არჩევთ და ორი წამი ეხა მე მალაპარაკეთ. მე მგონი რომ ჯობია რაღაცა გამოსავლამდე მივიდეთ და ეხა იქ ვინ რა როგორ თქვა და რანაირად თქვა, მე მგონი მაგას აზრი არ აქვს. მოიცა. ერთ წამ გაგიჩავ თავიდან ავიღებ. ხალხო, სანამ 1900 ვართ ჩემი ლაივის აღწერაში. წერია ლინკი lays.com.g. გადადით აი აქ. მერე გაივლით ავტორიზაციას Facebook-ით. მოიცა განახებთ Facebook-ით როგორ უნდა გაიაროთ. აჰა, აი ესე. აი აქ მოიცა, აი აქ იქნება ავტორიზაცია, რო გადახვალთ. ავტორიზაციას რო დააჭერთ, ესეთი ფანჯარა გაჩნდება და ჩაწერთ თქვენს Facebook-ის ლოგინს და პაროლს. აი მე ქართულად წერდი. ესე, მერე ლოგინს მიაჭერთ და დაბრუნდებით გალერეაში. გალერეაში დაბრუნების შემდეგ მიალაიქეთ ელე ადამსის ფოტო. მეორე არის და აი ლაიქები დაარტყით ვაფშე ყველა 2000 ეხავე მოვამატეთ 11 გახადეთ. აი, ეხა ავიღე. და გალმერვი. ოთორე. ხელი მე. ძალიან ცივი ლაპარაკი დაიწყო ბიჭებზე და აი უბრალოდ Skype-ში ვიყავი და გავგიგით რომ აი რატო უბრალოდ ესეთი ცივი ლაპარაკი რის გამო iPhone X-ის გამო დაჟე პრეტენზია არც გრიგალას არ გამოუხატია შენს მიმართ არც Geominers არ გამოუხატა რომელიმე უბრალოდ ადგა და შენს მიმართ გამოხატა პრეტენზია ან გითხრა რომ არასწორი იყავი ან რატომ არა ხო ეგეთი რაღაცა არა მაგათანა გართულება მე არ მაქვს და რა გინდა ხო აი გეუბნები რომ გართულება არა